მოგესალმებით მეგობრებო, წარმოგიდგენთ ჩვენს live სერიას ისევ, რომელსაც ვატარებთ პლატფორმა მშობლის კივრის ფარგლებში. ჩვენი live სერიები მოიცავს საუბრებს დისკუსიაში შიშმა ადამიანებთან, მათთვის რელევანტურ თემებზე და დღეს სტუმრად გვყავს იკო იაკოვიძე. გამარჯობა იკო. გამარჯობა და დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. პირველ რიგში მინდა რომ მოგვიყვეთ თქვენზე თქვენი ინტერესების, პროფესიის და ასე შემდეგ შესახებ თუ შეიძლება. Ცეგი მე მქვია იკო, ვარ 28 წლის. პროფესიებს რაც შეეხება, სამწუხაროდ ესე კონკრეტული პროფესია არ მაქვს, იმიტომ რომ როდესაც სკოლა დავამთავრე იმ წლებში არ იყო ხელმისაწვდომი უმაღლესი განათლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის და მომიწია უარი მე თქვა ჩამებარებინა უნივერსიტეტში. თუმცა საბედნიეროდ გამიმართლა ესე ვთვლი და დავიწყე მუშაობა. ამჟამად დასაქმებული ვარ საქართველოს მელიორაციაში, უკვე მე-7 წელია, მანამდე კიდევ მქონდა სხვა სამუშაო გამოცდილებებიც. ასევე სამსახურს გარდა ვარ დაკავებული აქტივიზმით და ვარ ყოფილი პარასპორტსმენი, პარამოცეკვავე. ბატონო, თვითონ თქვენს შიშიმ გამოცდილებაზე რომ მოგვიყვეთ ცოტა, მაგალითად რით განსხვავდება თქვენი ურთიერთობის ფორმა? თუ განსხვავდება საერთოდაც შიშიმ ადამიანებთან და არა შიშიმ ადამიანებთან, რამე განსხვავებს თუ ამჩნევთ? იცით რა არის? მე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვარ დაბადებიდან და ვთვლი რომ ამან გარკვეულწილად თავისებურად ძალიან დიდი ფაქტორი მოახდინა, იმიტომ რომ ეს არ არის შეძენილი შეზღუდული შესაძლებლობა, არამედ როდესაც დაბადებიდან ხარ შიშიმ პირი, ვთვლი რომ უფრო მარტივია ადამიანისთვის საზოგადოებაში რეალიზება და აღარ უწევს რეაბილიტაცია, ანუ დაბადებიდანვე ხდება შეგუება, შეჩვევა და თქვენ რაც აღნიშნეთ, განსხვავდება თუ არა, ჩემთვის არანაირად არ განსხვავდება, ყველა ადამიანთან ურთიერთობ თანაბარ დონეზე ყველა მათგანთან. როდესაც საუბრობ ხოლმე შიშიმ ადამიანებთან ამაზე, ანუ თუ განსხვავდება ეს ურთიერთობის ფორმები, როგორც წესი, ერთ განსხვავებას ამჩნევენ ხოლმე, რომ მაგალითად არაშიშიმ ადამიანებს შეიძლება ქონდეს გარკვეული სახის რაღაც დაძაბულობა და უხერხულობა ჩვენ მიმართ, როდესაც გვესაუბრებიან, სანამ შემოგვეჩვევიან და პირველი გაცნობის პროცესი როცა არის, შეიძლება რაღაც დაძაბულობა წარმოიშვას ხოლმე და ეგ თუ გიგრძნიათ ოდესმე? კი, მიგრძნია მსგავსი დაძაბულობა, უფრო უხერხულებას დავარქმევდი მე, იმიტომ რომ თითქოს ეშინიათ და არიციან როგორ დაიწყონ ურთიერთობა, რაზე გესაუბრონ, როგორ გამოხატონ თავიანთი ემოციები თუ დამოკიდებულება სწორად და არის ხოლმე, მაგრამ როდესაც ვიწყებ უკვე ურთიერთობას, ვცდილობ რომ მე თვითონ მოვახდინო ისე რომ მოიხსნათ ყოველგვარი კომპლექსი თუ ბარიერი. მახსენდება ერთი შემთხვევა მქონდა სოციალური სამართლიანობა არის ესეთი საგანი, ფსიქოლოგიაზე ვსწავლობდა, მქონდა ლექცია შიშიმ ადამიანების შესახებ რა. და ჩემს კურსელებთან ერთად მოვხვდი ერთ ჯგუფში და უნდა გვესაუბრა შეზღუდულ შესაძლებლობაზე, საერთოდ რას ნიშნავს ეს და ასე შემდეგ მოკლედ და ჩემთვის ყველაზე სასაცილო ფაქტი რაც იყო ის, რომ ამ ადამიანს უჭირდათ საუბარი ჩემს წინაშე რა ამ ყველაფერზე და ფაქტობრივად ვერ აბამდნენ სიტყვებს ერთმანეთს. რაღაცა ფეხის წვერებზე დადიოდნენ ხოლმე ჩემ გარშემო. ხოლმე მაშინ მივხვდი როგორი რაღაც შემაშინებელი შეიძლება ვიყოთ არაშიშიმ ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მაგალითად ბოლო დროს კიდევ უფრო აშინებთ ის, რომ შეიძლება მათი რაღაც კონკრეტული რეპლიკა არ იყოს საკმარისად პოლიტკორექტული მაგალითად და ასე შემდეგ. კი, აქვთ ამის შიში, რომ შეიძლება გული გატკინონ ამისაც ეშინიათ და არიციან სწორი ფორმით როგორ გამოხატონ ხოლმე თავიანთი სათქმელი. თუმცა ჩვენზეც ბევრი არის დამოკიდებული ვთვლი, როგორც მიუდგებით, ამიტომ ახსენე რომ ვცდილობ რომ თავიდანვე ისე მივუდგე, რომ ძალიან მალევე მოიხსნათ ეს ბარიერები. კი ბატონო, კითხვები აქვთ ხოლმე კიდე ჩვენ შეზღუდულ შესაძლებლობასთანაც სხვა საკითხია სვამენ თუ არა ამ კითხვებს, მაგრამ კითხვები მე მგონია რომ ყოველთვის აქვთ ხოლმე. მაინტერესებს შენ შემთხვევაში პირადად როგორ გიჩვენია რომ დაგისვან ეს კითხვები პირდაპირ თუ რა არ დასვან? რა თქმა უნდა დასვან პირდაპირ, აუცილებლად, იმიტომ რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა და სწორი პასუხის გაცემა და უშუალოდ იმ ადამიანისგან ვისაც უსმავთ ამ კითხვებს,
უფრო სწორი მგონია და უფრო მეტად ხელის შემშლელი იქნება სტერეოტიპების გავრცელებაში და უფრო მეტად სწორად ინფორმირებული საზოგადოება გვეყოლება შემდგომ. კი ბატონო, გეთანხმებით აბსოლუტურად. მე მაინტერესებს შიშუმობის ისეთი მხარე რა არის, რომელზეც ხშირად არ ლაპარაკობენ ხოლმე. იცით რა არის, საკუთარი გამოძილებიდან შემხვედრია სამწუხაროდ ისეთი შეშმოპირები, რომლებიც არ საუბრობენ საკუთარ დიაგნოზებზე და საკუთარ ფიზიკურ ტრამვაზე. საკუთარი გამოძილებიდან ვამბობ, რომ შემხვედრიან ასეთი ადამიანებიც, ვისაც არ სურთ ან ვისთვისაც ჯერ კიდევ ძნელი არის ამ თემაზე საუბარი. ის თუ მაგალითად რატომ აღმოჩნდნენ ეტლში და უშუალოდ მათი დიაგნოზი რა სპეციფიკებს მოიცავს და ასე შემდეგ. კი, მესმის თქვენ რასაც ამბობთ და შეიძლება შიშუმ თემისთვის ეს რაღაც დამაზიანებელიც აღმოჩნდეს, რომ რაღაც ვიღაც კონკრეტულმა ინდივიდებმა დაფარანეს ამბავი და რაღაც თითქოს სამარცხვინო მოვლენა დასახონ რა, მაგრამ მე მგონია, რომ ასევე უნდა გავთვალისწინოთ მაგ მომენტში ის, რომ რამდენად დიდი ფსიქოლოგიური წნეხია ამ ადამიანზე და ფსიქოლოგიურად რამდენად რთული გადასახარშია, რომ გაქვს შეზღუდული შესაძლებლობა, მით უმეტეს საზოგადოებაში, სადაც ქუჩაში რო გახვიდე, გიწევს რომ რაღაც ლოჯისტიკურ პრობლემებზე იფიქრო ყოველ 2 წამში ერთხელ. ხო და ამიტომ მგონია რომ ძალიან გასაგები არის მათი რეაქცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თავისთავად ძალიან გასაგებია მით უმეტეს იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული წლების განმავლობაში სხვანაირი ცხოვრება და უცებ ყველაფერი 180 გრადუსით იცვლება მათ ცხოვრებაში და აწყდებიან უფრო მეტ ბარიერსა და სირთულეებს თუ დაბრკოლებებს მესმის ამ ადამიანების რა თქმა უნდა და ძალიან ძნელია, თუმცა გადალახვადი არის და დროთა განმავლობაში ეს ბარიერებიც ნელ-ნელა იხსნება. და აი ქუჩაში გასვლაც ახსენეთ და ესეც არანაკლებ სტრესული და ტრამული არის ზოგიერთი ადამიანის ფსიქიკისთვის, ფსიქოლოგიისთვის, იმიტომ რომ შორს ვაღაც ავიდე მაგალითად დღეს თელ დღე გარეთ მომიწია ყოფნა და 3 ადამიანი მოვიდა, ეგონათ რომ მოწყალებას ვითხოვდი და თანხით დახმარება შეეცადნენ. ეს ძალიან ბევრი ადამიანზე მოქმედებს დამჭკუნელად, შემდგომ იკეტებიან, აღარ აქვს სურვილი რომ გამოვიდნენ თავიანთი სახლებიდან და საზოგადოებაში გამოჩნდნენ. კი ბატონო. მე მაინტერესებს თქვენ ახსენეთ რომ გადალახვადიაო და აი ცოტა მაგაზეც რო ვილაპარაკოთ. თუნდაც რომ მაგალითად თუ ეს ადამიანები უსმენენ, რომლებიც ჩვენ ვახსენეთ, რომელსაც ჯერ კიდე რაღაც დაბრკოლებები აქვთ მათი დიაგნოზის ესე კაფიოდ განხილვასთან დაკავშირებით, მათაც რო უთხრათ როგორ არის ეს გადალახვადი, აი რა გავაკეთეთ იმისთვის რომ რაღაცნაირად გადაგვეხარშა რა ეს ყველაფერი. როგორც თავიდან აღნიშნე, მე დაბადებიდან ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და ჩემ შემთხვევაში გაცილებით იოლად იყო ყველაფერი, იმიტომ რომ მე მაგალითად ეს ბარიერები არ მქონია, იმიტომ რომ მე ჩემი თავი მახსოვს ესეთი როგორიც ვარ და ჩემ შემთხვევაში არ ყოფილა ეს ბარიერები, თუმცა ამ ადამიანებს ურჩევდი რომ საკუთარ თავში აღმოაჩინონ ძალა, იპოვონ ძალა და ნელ-ნელა ნაბიჯ როგორც იწვიან გამოვიდნენ საზოგადოებაში და იცით რა არის კიდევ ხშირად ვამბობ ხოლმე რომ თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გვაკისრია უდიდესი როლი ცნობიერების დონის ამაღლებაში და სტერეოტიპების მგრევაში, იმიტომ ჩვენ თუ არ გადავდგით ქმედითი ნაბიჯები და ჩვენ თუ არ გავედით საზოგადოებაში და ჩვენ არ დავანახეთ ამ საზოგადოებას, რომ ჩვენც მათნაირები ვართ და თანასწორი ვართ. ესე არავინ არ მოვა ჩვენთან სახში და არავინ არ შექმნის ხო უნივერსალურ გარემოს და თანაბარ პირობებს. ანუ ჩვენ წამოვიდეს ეს მუხლი და ჩვენ ჭყალებში ვიტყოდი უნდა ვაიწულოთ დავაზაროთ საზოგადოება რომ მიგვიღონ ისეთები როგორიც ვართ. მით უმეტეს თუ გვაქვს ამბიცია იმაზე რომ ჩვენი საზოგადოება არის მრავალფერი. კი ბატონო, გეთანხმებით აბსოლუტურად, რომ შიშუმების გვაკისრია ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამასთან დაკავშირებით და მე მგონია რომ საერთოდაც ჩვენ გარკვეულწილად ხელს ვუწყობთ კიდეც ადამიანებს რომ ჩვენი ეშინოდეთ ჭყალებში, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ უკვე რომ რაღაცნაირ უხერხულობას დაძაბულობას გრძნობენ ჩვენთან. მგონია რომ რაღაც მომენტებში ხელსაც კი ვუწყობთ მათ, მაგალითად, როდესაც საუბრობთ იმაზე, როგორ ველაპარაკოთ შიშუმა ადამიანს რა. ფიქრობ რომ ამით ვახერხებთ შიშუმა ადამიანების მარგინალიზებას, რაღაცნაირად გამოყოფას, რომ აი როგორ ველაპარაკოთ შიშუმას და ნუ ისედაც ვიცით როგორ ველაპარაკოთ არა შიშუმას, ამის სწავლა არ გვჭირდება.
ხო და მგონია რომ აი მსგავსი რაღაცებს რაც მოიცავს ამ პოლიტკორექტულობას და რაღაცა კონკრეტულ რაღაც წესებს თითქოს რა როგორ ველაპარაკოთ შიშმა ადამიანს მგონია რომ კიდევ უფრო მეტად უწყობთ ხელს იმას რომ ამ ადამიანებს ვაშინებდეთ კი შესაძლოა თვითონ შიშმა პირებიც კი ნერგავდნენ ზოგიერთ შემთხვევაში ამ სტერეოტიპებს და ხელს უწყობდნენ თავად შიშმა პირებიც კი ყველაზე აბსოლუტურად რა თქმა უნდა თუმცა არის ასეთი კატეგორიაც სამწუხაროდ შემხედრია კიდევაც რომლებიც თავად აზროვნებენ სტერეოტიპულად და ამ სტერეოტიპების გავრცელებას უწყობენ ხელს საზოგადოებაში და შემდგომ იქნება უდიდესი ბარიერები ურთიერთობების დროს. კი ბატონო, საქართველოში ამ ბოლო დროს რა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ სხვადასხვა თემაზე ყოფილა მაგალითად გაკეთებული საპროტესტო აქციაც რაღაც. დაჯგუფებები იქნება, რომლებიც რაღაც კონკრეტული მიზნებისთვის არის. შიშიმოებთან დაკავშირებით ასეთი გვახსენება ცოტა რა. მით უმეტეს როცა ეს შეეხება რაღაც ფართო მასშტაბიან აქციას, სადაც ბევრი ადამიანი შეიძლება მოვიდეს და მხარი დაგიჭიროს, მე პირადად ასეთი არ მახსენდება საერთოდ. და როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი, რა შეიძლება რომ ვთქვათ? ну არ ვიცი თქვენ გინახავთ თუ არა, მაგრამ მახსენდება მე წინა წლების გამოცდილებიდან 3 დეკემბერი თუნდაც 14 ივნისი, როდესაც სტარტდება ხოლმე სხვადასხვა ღონისძიებები, სხვადასხვა აქციები, სადაც თავად შიშმა პირები გამოდიან და ითხოვდნენ მათი უფლებების დაცვას. თუმცა დაგეთანხმებით, რომ ეს არ იყო ძალიან ფართო მასშტაბიანი და ძალიან ბევრი ადამიანი არ იყო ხოლმე. თუმცა არც ძალიან ცოტა ადამიანი არ მახსოვს ამ აქციებიდან. მე მგონია რომ მან თავარი რაც უნდა გავითვალისწინოთ ის არის რომ რადგან ინფორმაციის ნაკლებობა არა შიშმა ადამიანებში ჩვენთან შიშმა ადამიანთან დაკავშირებით რაღაც გრძნობობაც ნაკლებია შესაბამისად და არ აქვთ ეს სურვილი და რაღაც მოთხოვნილების განცდა რომ მოდი ამ აქციებზე წავიდეთ და მხარი დავუჭიროთ ამ ადამიანებს. დიახ, და თქვენ მეორე კითხვას რაც შეეხება მიზეზზე მკითხეთ, მიზეზთან დაკავშირებით რა არის მიზეზი? ну, აქ შეიძლება არსებობდეს ბევრი მიზეზი, ეს იყოს გარემოდან დამოკიდებული და წამოსული მიზეზი, როდესაც თავად შიშმა პირებს არ აქვს შესაძლებლობა იმის, რომ დამოუკიდებლად გადაადგილდნენ და ვიცით, რომ ადაპტირებული გარემო ჩვენს სირთულე ფაქტობრივად არ არსებობს, ხო? ერთეული შემთხვევის და გამონაკლისების გარდა, რა თქმა უნდა და არის მეორე საზოგადოებისგან წამოსული ბარიერები, როდესაც უბრალოდ ძალიან ძნელია გაუძლონ იმ სტრესს თუ წნეხს, როდესაც ქუჩაში გადიხარ და ვაიმე შვილო რა დღეში ხარ სინდრომი ესევე წახი ხოლმე, საცუდავი თვალებით რომ გიყურებენ, აი ძალიან ძნელია ალბათ ბევრი ადამიანისთვის ამ ყველაფრის გადალახვა. ასევე არის ერთი ფაქტორი კიდე დამატებით და არანაკლებ მნიშვნელოვანი, რომ თავად შიშმა პირებმა არ იციან თავიანთი უფლებების შესახებ. და აქვთ ინფორმაციული ვაკუუმი და ინფორმაციის არსებობა სასიცოცხლო და აუცილებელია თავად შიშმა პირებისთვის და შემდგომ უკვე დანარჩენი საზოგადოებისთვისაც. კი ბატონო. რადგან ჩვენს პლატფორმას სადაც ახლა ეს ლაივი არის, ქვია მშობლისკივრი, როგორც მიხვდებოდით თქვენს ორიენტირებულები ვართ ხოლმე იმაზეც, რომ მშობლებს მივაწოდოთ სწორი და ზუსტი ინფორმაცია თავიანთი შიშების შვილების შესახებ მაგალითად. ამიტომაც მინდა რომ ახლა გადავიდეთ იმაზე საუბარზე, აი როგორი დამოკიდებულება არის მშობლების მხრიდან არასწორი და მიუღებელი თავიანთი შიშების შვილების მიმართ, როგორ არ უნდა გაზარდონ შიშების შვილი, ასე რომ ვთქვათ. კი მესმის. სამწუხაროდ მინახავს შემთხვევები, როდესაც თავად ოჯახები მალავდნენ შიშმო შვილებს და ამ შიშმო შვილებს არ აძლევდნენ საშუალებას თუ უფლებას გამოსულიყვნენ საზოგადოებაში და პირიქით ყავდათ ჩაკეტილი სახლში და ამ ადამიანებისთვის არ არსებობდა ცხოვრება კედლებს მიღმა. იმიტომ რომ თვითონ შიშმო ბავშვების მშობლები არიან ძალიან სტერეოტიპული აზროვნების მქონენი. მინახავს ასეთი ნაწილი, ასეთი საზოგადოებაც სამწუხაროდ. მეორე მხრივ მე მახსენდება ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემთხვევა, როდესაც
ხდებოდით ხოლმე მაგალითად ქალაქში შიშიმო ადამიანებს, მაგალითად ვიღაცა ეტლით მოსარგებლე იყო, ჩემი მშობლები მარიდებდნენ ხოლმე ამ ადამიანს, რომ მოდი აქეთ წავიდეთ ახლა და იქით არ გვინდა. არა და მე თვითონაც ეტლით მოსარგებლე ვარ და ეს იყო ძალიან კომიკური შემთხვევა, ძალიან სასაცილო. მაგრამ ამავდროულად სიმპტომატური რა ძალიან, იმიტომ რომ ამან მიმახვედრა რამდენად არ უნდათ მიმხვდარიყვნენ, რომ იცი რამე ეტლში ვზივარ და რამდენად უნდათ ამის დავიწყება თვითონ. ეს არის ძალიან რთული პროცესი, რა თქმა უნდა და პრინციპში მშობლებისაც მესმის ამ შემთხვევაში უბრალოდ სხვა საკითხია, რამდენად დიდ და ცუდ გავლენას ახდენს ეს თვითონ შიშიმშულზე. კი, თვითონ აი ფსიქოლოგი ბრძანებით თქვენ როგორც აღნიშნეთ და ალბათ დამეთანხმებით, რომ სანამ იმღებლობამდე მივართ, მანამდე ძალიან ბევრი ეტაპი გვაქვს გასავლელი და პირველი არის უარყოფა. უარყოფიდან იმღებლობამდე ძალიან ბევრი ნაბიჯი არის გადასადგმელი ეტაპობრივად. და ყველა ადამიანი მეტნაკლებად ადრე თუ გვიან გადის ამ ნაბიჯებს, ზოგი გვიან, ზოგი მალევე. როგორც წესი, მე მგონია რომ შიშიმო ადამიანების შემთხვევაში ეს რაღაც ძვრები როცა ხვდები, რომ რაღაც გადასახარშია ეს ამბავი და რაღაცნაირად უნდა შეეგუო, მე მგონია, რომ უმეტესწილად მოდის ხოლმე თინეიჯერობის ასაკში. როცა პრინციპში ყველაფრის შესახებ იწყება ძვრები. კი, თინეიჯერობის ეტაპიც უფრო მეტად საინტერესო იყო, უფრო სწორად ერთ-ერთი განსაკუთრებული ეტაპი იყო. თავისი პატარ-პატარა ეტაპებით, როდესაც ბევრ რაღაცას აანალიზებ და ხვდები ბევრ რაღაცას და შინაგანად იწყება სხვადასხვა ძვრები და ვფიქრობ, რომ ეს ეტაპი იყო ალბათ გადამწყვეტიც და არის გადამწყვეტი ბევრი ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც შენ წყვეტ, რომელი გზით გინდა სიარული და იჭევ უკვე შენს გზას. კი ბატონო, უბრალოდ ხანდახან მგონია ხოლმე, რომ შიშიმოებს ყოველ შემთხვევაში აქ საქართველოში მაინც რაღაც მხრივ თინეიჯერობა თითქოს გამოტოვებული გვაქვს, იმიტომ რომ ის რაღაც დამოუკიდებლობის სურვილი, რომელიც თან ახლავს ამ თინეიჯერობას, რაღაც ამბოხების სურვილი და ასე შემდეგ, ჩაკლულია ხოლმე რა, როგორც შიშიმო ადამიანებში, იმიტომ რომ იცი რომ აი ეს დამოუკიდებლობა თითქოს შენთვის არ არის და ამ დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ვერავინ ვერ მოახერხებს. ხო და ამიტომ მგონია რომ რაღაც ეს დანაკლისი, ეს სიცარიელე თინეიჯერობასთან დაკავშირებით ჩვენს უმეტესობას აქვს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? შესაძლოა კი, იმიტომ რომ დამოუკიდებლობა ნებისმიერი ადამიანისთვის ვფიქრობ, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის არის ადამიანის პიროვნება შეეძლოს დამოუკიდებლად გააკეთოს არჩევანი ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ საქმეში, მან მიიღოს გადაწყვეტილება და აიღოს პასუხისმგებლობა თავის საკუთარ ცხოვრებაზე და თავის საკუთარ არჩევანზე. სამწუხაროდ უნდა დაგეთანხმოთ თქვენ რაც თქვით ზოგიერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ თავად შიშიმო ბავშვების მშობლები არ აძლევენ თავიანთ შვილებს შესაძლებლობას, რომ ამ ბავშვებმა იცხოვრონ დამოუკიდებლად და ყავთ მიკედლებული საკუთარ კალთაზე ყავთ გამებუმლი, ესე ვიტყოდი და თვითონ ზრუნავენ და ზედმეტი მეტისმეტი მზრუნველობა ძალიან ბევრ შემთხვევაში დამხუპველიც კი არის. მეორე მხრივ რომ გადავიდეთ ინფრასტრუქტურის საკითხზე და გარემოს საკითხზე, მე მგონი გასაგებია ხოლმე ამ მშობლების წუხილიც, იმიტომ რომ პრაგმატულად რომ დავუკვირდეთ სამყაროს, სადაც გავდივართ რა, ქალაქში, მაგალითად თბილისში რო ავიღოთ, სადაც გავდივართ, მაინც უსაფრთხო არ არის, მაგალითად ეტლით მოსარგებლისთვის და მით უმეტეს თუნდაც სინათლოსთვის, რომ ქუჩაში იაროს, ხო? იმიტომ რომ რომ კარგად ვიცით, რომ ეს ადაპტირების პრობლემა აშკარად არის და არ არის მხოლოდ ცენტრალურ ადგილებში მაგალითად. ხო და ამიტომაც მგონია, რომ ცოტა ტოლერანტულები უნდა ვიყოთ მაგის გამო მშობლების მიმართ, იმიტომ რომ ღელავენ. კი, მესმის მათიც, რა თქმა უნდა, მათი პოზიციაც გასაგები არის ჩემთვის და ვთვლი, რომ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ პრობლემების აღმოსაყრელად და გადავდგათ პატარ-პატარა ნაბიჯები და დავდოთ თითო აგური იმ საზოგადოების მშენებლობაში, რომელიც იქნება ტოლერანტული ერთმანეთის მიმართ და რომელსაც ექნება უნივერსალური დიზაინი, რაც ჩვენ შემთხვევაში მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორც ეტლით მოსარგებლისთვის, ხო? თუმცა ეს ყველაფერი რო გაკეთდეს, პირველი ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყოს ცნობიერების დონის ამაღლებიდან. მე კიდე სიმართლე რომ გითხრათ, პირიქით მგონია.
მე ვფიქრობ, რომ თუ მაგალითად ინფრასტრუქტურულ პრობლემებს უფრო მნიშვნელოვნად ჩავთვლით, პრიორიტეტად დავაყენებთ, ამით ხელშეუწყობთ იმას, რომ თუნდაც შიშმა ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ, არა შიშმა ადამიანებს დაანახონ, რომ იცით რა ვარსებობ და რავი, მოგიწევთ შეგუება რომ ვარსებობთ. და მგონია, რომ ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი, საიდანაც მე დაიწყება ცნობიერების შეცვლა, თორე არ მგონია, რომ ცნობიერების შეცვლა ხდებოდეს პირდაპირ რა. მგონია, რომ პრაგმატული პრობლემების მოგვარებით უფრო მოხდება. გასაგებია, რასაც მეუბნებით, თუმცა ვფიქრობ, რომ შეიძლება ადაპტირებული გარემო შექმნის შემდეგაც არის რომ ზოგიერთმა ადამიანმა რაღაც ნაწილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისამ ქუჩაში გამოსვლა და ესე თავისუფლად სიარული. კი, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმებით. უბრალოდ წარმოიდგინეთ რა შემთხვევა, როდესაც გააქვს ეს სტერეოტიპები თუნდაც საკუთარი თავის შესახებ ინტერნალიზებული და ამის პარალელურად ქუჩაში რო გახვიდე გიწევს 1000 პრობლემის მოგვარება და 1000 ბარიერის გადალახვა და მეორე შემთხვევა რო ავიღოთ გააქვს ეს სტერეოტიპები და ინტერნალიზებული ეს შიშები და ასე შემდეგ, მაგრამ ქუჩაში რო გახვიდე, იცი რა ეს ადაპტირებულია და რაღაც მომენტში თუ შენ შეიძლება ამ შენი პატარ-პატარა რაღაცების გადალახვას რო გახვალ საერთოდაც მზად იქნები რა წასასვლელად. ხო, უფრო მარტივი იქნებოდა მეორე შემთხვევაში ამ სტერეოტიპების მაგ შემთხვევაში შესაძლოა ფსიქოლოგიური წნეხი უფრო დიდი აღმოჩნდეს და აი ეს ვაიშვილო რა უბედური ხარ და მსგავსი ტერმინები უფრო დამტკუნელი იყოს ამა თუ იმ ადამიანისთვის. კი, უბრალოდ მგონია, რომ იმისთვის, რომ რაღაცნაირად ნორმალიზებული გახდეს ზოგადად შიშიმთემი, აუცილებელია, რომ შიშიმთემი ჩანდეს უბრალოდ რა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანებს ჭყალებში ვაწუხებდეთ ჩვენი დანახვით და ნუ ეს ვერ მოხერხდება თუ ფაქტობრივად არ გვაქვს რაღაც რესურსი იმისთვის, რომ ქუჩაში გამოვიდეთ რა. კი, აუცილებელია რომ გამომჩნდეთ საზოგადოებაში და საზოგადოებას დავანახოთ, რომ ჩვენც მათნაირი სრულფასოვანი წევრები ვართ საზოგადოების და თანასწორი ადამიანები ვართ და პიროვნებები ვართ პირველ რიგში. მესმის რომ ეს ყველაფერი ძალიან ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, გარემო ფაქტორებს გულისხმობ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არ არის შეუძლებელი. უბრალოდ ძალიან ბევრ სირთულეებს წარმოადგენს და თულად გადასალახია, მაგრამ არ არის შეუძლებელი. კი ბატონო. იგო მე მაინტერესებს ის რომ ან როგორც ვიცით და როგორც უკვე პრინციპში ამდენჯერმე ავხსენეთ, ინფრასტრუქტურულად ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ შიშიმებით საქართველოში. მაინტერესებს რომ ამის მიუხედავად როგორ ახერხებთ რომ დარჩეთ აქტიური მაგალითად იაროთ ხშირად ქუჩაში რაღაცა ასე შემდეგ. ამ კითხვას იმიტომ გისვამთ რომ სხვებსაც დავანახოთ რა რომ რაღაცები შეიძლება მაინც რომ გაკეთდეს. ნუ დავიწყებ იმით რომ წინა წლებთან შედარებით ძალიან კარგი სასიკეთო ძვრები არის. თუმცა აღნიშნავ იმასაც, რომ ეს ყველაფერი არ არის ის, რაც უნდა იყოს და ამბიცია უფრო მეტი გაგვაჩნია სამწუხაროდ დღევანდელ საზოგადოებას, ვიდრე რეალური შედეგი გვაქვს. რაც შეეხება ჩემს გამოცდილებას, ნუ ჩემ შემთხვევაში ბავშვობიდან მოხდა ისე, რომ ვიყავი ძალიან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდი. და მე გამიმართლა იმაშიც, რომ საზოგადოებაში ჩართულობა მოხდა ჩემი პირველ რიგში ოჯახიდან, პატარა ასაკს გულისხმობ და გამიმართლა ოჯახში, იმ გარემოცვაშიც, მეგობრებში თუნდაც, სკოლაში და ასე შემდეგ, რომელშიც მე მოვხვდი და აღვიზარდე. ანუ გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს ბავშვისთვის, როდესაც ის არის შეზღუდული შესაძლებლობის. ცხადია. გარემოში მოუწევს მას სოციალიზაცია ან რესოციალიზაცია. კი ბატონო. ხო, ანუ ესე იგი თქვენ ამბობთ, რომ ეს გარემო, რომელიც ტოლერანტული იყო თქვენ მიმართ, დაგეხმარათ იმაში, რომ დარჩენილიყავით აქტიური მერეც. კი, თავიდანვე ისეთი პირობები შემიქმნა ჩემმა გარემომ და ისეთ გარემოცვაში მოვხვდი თავიდანვე, რომ ჩემ შემთხვევაში ეს ბარიერები თითქმის არ ყოფილა. ნუ იყო რაღაც პატარ-პატარა სტერეოტიპები და პატარ-პატარა ბარიერები საზოგადოებიდან, დანარჩენი საზოგადოებიდან, თუმცა ეს ყველაფერი ნუ ეტაპობრივად მარტივად გადალახვადი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. კი ბატონო.
ეს გასაგებია, მე მაინტერესებს, როდესაც პრაგმატულ პრობლემებთან გვაქვს რა, მაგალითად შეხება. მაგალითად ქუჩები, რომლების ტროტუარებიც არის ძალიან წვრილი თუნდაც და ეტლი ფიზიკურად ვერ ეტევა. აი ამ შემთხვევაში რას ვაკეთებ? არ მივდივართ მაგ ქუჩაზე? აა ესეთი ტროტუარები და ქუჩები სამწუხაროდ უხვად გვაქვს, უხვად. კი ბატონო, კი ბატონო. და სიმართლე რო გითხრათ და გულწრფელი რო იყო ტროტუარებს იშვიათ შემთხვევაში ვიყენებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ნაწილი არ არის ხელმისაწვდომი ეტლით მოსახლეობისთვის და მიწევს მანქანების სავალ გზაზე სიარული. ჩემთვის პირადად ასე უფრო კომფორტული არის და ხარ შეიძლება ახვიდე ერთ მხარეს ტროტუარზე და მეორე მხარეს ძალიან დიდი მანძილი გაიარო და ვეღარ ჩახვიდე. ზუსტად. ეგ ყველაზე ძალიან ისეთი ფრუსტრირებული ვარ ხოლმე, როდესაც მაგალითად ტროტუარის ტროტუარის დასაწყისში არის ასასვლელი პანდუსი და ბოლოში უკვე არაფერი აღარ არის საერთოდ და უნდა ჩახტე. კი, ან თუნდაც ამ ტროტუარზე ძალიან უხვად არიან მანქანები, ასევე მინახავს გარემო ვაჭრეებიც და ეტლით კი არა მე მგონი ფეხით მოსიარულესაც გაუჭირდება იქ გვერდულად გავლაც კი ალბათ. და მეორე ფაქტორი არის ის, რომ ძალიან მაკვირვებს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ კარგი არ ახსენდებათ ამ ადამიანებს ეტლით მოსარგებლე ადამიანები, მაგრამ ჩვილი ბავშვებიც ხომ ეტლებით დაგვყავს. ანუ ამ ადამიანებსაც ხომ ჭირდებათ გზა. აი ეს ცოტა მაკვირვებს ხოლმე ეს ფაქტორი. კი ბატონო. ხო, ესე იგი მივდივართ მაგ ქუჩაზე, ოღონდ დავდივართ მანქანებთან ერთად და ცოტა საფრთხე ვიგდებ თავს. ან მეორე ვარიანტიც გამომიცდია, უბრალოდ გავლენისთვის მიწევს თხოვნა რომ დამეხმაროს ამ ბარიერის გადალახვაში. კი ბატონო, კიდე ძალიან დიდი პრობლემა არის თბილისში. მე ზოგადად თბილისში არ ვცხოვრობდი, სასწავლებლად ჩამოვედი რამდენი 1 წელია და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქუჩებთან დაკავშირებით, რაც შემომჩნია, ის არის, რომ მიწისქვეშა გადასასვლელებს არ აქვთ ხოლმე ლიფტი, ანუ არაფერი ალტერნატივა და უნდა გაყვე ავტობუსს, მაგალითად, იმისთვის, რომ გადახვიდე მოპირდაპირ ქუჩაზე. პარალელურ ქუჩაზე და ჩემთვის ეს იყო ძალიან ისეთი ფრუსტრირებული ვიყავი ძალიან ყოველთვის ძალიან იმედ გამაცრობელი იყო იმიტომ რომ ჩემ მეგობრებთან ერთად ავტობუსში ვჭდებოდი ხოლმე და ორი გაჩერებით იქით ვერ ჩამოვდიოდი იმ ქუჩაზე რომელზეც მინდოდა რაც შეეხება იმ ლიფტებს რომლებიც არის დამონტაჟებული რაღაც პატარა ამწეები ვით რო არის რა ისე გამეუყურება რომ მე პირადად მან ჩამსვლელი არ ვარ მაგ ლიფტებით მიწის ქვეშა ლიფტებით მესარგებლა თუმცა არ გიცდიათ? სურვილი მქონდა რომ მეცა და მესარგებლა მაგრამ არ იყო ფუნქციური. არ ვიცი რატომ მაგრამ იმ მომენტში კათიშვილი იყო. როდესაც სადეს გეუბნებით რაღაც პერიოდის წინ და ახლა თუ შეიცვალა მდგომარეობა არ დავკვირვები ვარ იმიტომ რომ უბრალოდ საჭიროება არ მქონია მესარგებლა. კი ბატონო. წესი უპირატესობას ვანიჭებს მანქანის სიარულს ან ქვეითად სიარულს და სხვადასხვა ბოლო პერიოდში ავტობუსებით გადაადგილებაც დავიწყე და მითხრათ და აღნიშნო რომ საკმაოდ ნორმალური არის. კი. თავისი ხარვეზები აქვს რა თქმა უნდა, მაგრამ ის შედეგი რომელსაც ველოდი მოლოდინს გადააჭარბა შეიძლება ითქვას. კი, მეც გეთანხმებთ აბსოლუტურად. ავტობუსი არის ახლა ჩემი ძირითადი ტრანსპორტი, რომელსაც ვიყენებ თბილისში გადასაადგილებლად. და მეც გამაკვირვა იმან ხო, რომ ძალიან კარგი სიტუაცია მაქვს. ხარვეზებზე რა თქმა უნდა გეთანხმებთ, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის ადაპტირებული ავტობუსი მაინც შეშუმა ადამიანებისთვის. ტაქსებზე თუ გქონიათ პრობლემა, ეგ მაინტერესებს. ტაქსებზე პრობლემებს რანაირად დავარქმევი, არ ვიცი, უფრო კურიოზული შემთხვევები მახსენდება, იმიტომ რომ როდესაც ვჩდები, მეკითხებიან ესეთ რაღაცას, რომ ეტლი მიგვაქვს თუ ტოვებთ. ყოფილა შემთხვევა ტაქსი გამიჩერებია ქუჩაში და ბოდიში ფული არ მაქვს და არა და პირიქით მე უნდა გადამეხატა ამ ადამიანისთვის. ძალიან ბევრი შემთხვევა არის ხოლმე მახსენდება ესეთი სიტუაცია, როდესაც გამოვიძახე ეს ძალიან ბევრი წლის წინ იყო ოღონდ გამოვიძახე ერთ-ერთი კომპანიის ტაქსი და ვეუბნები ოპერატორს რომ მინდა ფურგონი მოვიდეს რათა საბარგულში ეწლი ადვილად ჩავ და მეუბნება ესეთ რაღაცას რომ ფურგონს ვერ გამოგიგზავნით და რატომ მეთქი რომ ვკითხე ეთიკის ნორმებს არ ყვევსო
ხო, მეც ეს სახე მქონდა ეგრე გამიკვირდა მეც. თურმე ამ ადამიანს იარ ეკონა რომ ეს ეთიკის ნორმას. ამ ადამიანს ეკონა რომ საბარგულით ვაპირებდი მგზავრობას. გორტუჩო. ხო, ეგეთი კურიოზი მე პირადად ჯერ არ განაუხდომია. ველოდები მეტია მექნება მეც, მაგრამ სამაგიერად ისეთ შემთხვევა მქონდა, რომ არ ჩამისვეს ძალიან ხშირად ტაქსებმა, რომელსაც ჰქონდათ პრინციპში ეს სივრცე საბარგული იმისთვის, რომ ეტკი ჩატეულიყო, მაგრამ აი ესე უარი თქვეს, ალბათ არ მოეწონიან რაღაც ჰაბიტუსზე. იცით რა არის? მქონდა მე ასეთი შემთხვევების შემდეგ საუბარი თვითონ ამ ადამიანებთან, ვინც უარი განაცხადა და ამბობდნენ, რომ ეგონათ ძალიან რთული ან ძალიან მძიმე ეტლის ჩადება, შენახვა, ან ეგონათ რომ მე ფიზიკური დახმარება მჭირდებოდა და ხავაძეზე დამოუკიდებლად ვერ გადავჭდებოდი და ამის გამო არიდებდნენ თავს, როგორც თვითონ განვიმარტეს. კი, ფიზიკურ დახმარებაზე სხვათა შორის შემთხვევაშიც ვთქვამთ, პრინციპში, ანუ ყოველთვის გონიათ ხოლმე რატომღაც, რომ ჩვენ სხვა დროს ჩვენით ვერ ფუნქციონირებთ. და ამიტომ ფიზიკური დახმარება გვჭირდება ყოველთვის ასეთ მომენტებში და როცა მაგალითად ხედავენ, რომ საერთოდაც არ მჭირდება თურმე დახმარება, ძალიან უყვირთ ხოლმე და რამდენიმეს მაგალითად უთქვამთ, რომ აი ყოჩახ შენ რა მაგარი ყოფილხარ და ეგეთი რაღაცები და მე ვფიქრობ ხოლმე, რომ არ ვიმსახურებ იმას, რომ ამისთვის რაღაც შექება დავიმსახურე რა, იმიტომ რომ ეს უბრალოდ არის ფორმა, როგორც მე ფუნქციონირებ, მორჩა, სხვანაირად ფუნქციონირება არ შემიძლია, მაგიტომ ვაკეთებ ესე, როგორც ვაკეთებ რა. კი, ხშირად ჩვენთვისაც ვთქვათ მსგავსი ფრაზები, კომპლიმენტები, მათი გადმოსახედიდან, აი რა მაგარია რომ ქუჩაში გამოდიხარ და აქტიური ხარ და დამოუკიდე. ვერ ხვდები რატო არის ეს ყველაფერი მაგარი, როდესაც ყველა დასრული ადამიანი ცხოვრობს დამოუკიდებლად, გადაადგილდება დამოუკიდებლად, ხო? საზოგადოებაში, ანუ მაგრამ აქ ალბათ ვფიქრობ, რომ ინგლისურ ტერმინს გამოვიყენებ და ableist-თან შეიძლება იყოს საქმე დაკავშირებული. გვაქვს ableism-ური აზროვნებები საზოგადოებაში და ableism-ური სტერეოტიპები, როდესაც დისკრიმინაცია ხომ არის ორგვარი, პოზიტიური და ნეგატიური და ალბათ ჩვენი გაგმირება ხდება ესე რომ ვთქვათ. კი, აუცილებლად. იღებს გვაკრავენ რომ აი რა მაგარი ხარ რომ უძლებ ამ ყველაფერს. კი, ძალიან ხშირად შემიჩნევია მეც ეს რაღაც ფეტიშიზაცია, რომ მაგალითად თუ შიშმა ადამიანი აკეთებს ისეთ რაღაცებს, რასაც აკეთებს ტიპური განვითარების მქონე, ის არის ინსპირაცია რა, რაღაც შიშმა ადამიანი თითქოს ეგეთი წარმოდგენები არსებობს, რომ უნდა თავისთავად არის ინსპირაცია და საერთოდაც არ მგონია ეგრე რა. ძალიან ხშირად მილაპარაკი ამაზე და არასოდეს არ მომბეზრდება ალბათ რომ ვილაპარაკო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ჩემთვის, რომ შიშმა ადამიანების ცხოვრება პირველ რიგში უნდა იყოს ღირებული, იმიტომ რომ უბრალოდ არსებობს ეს ცხოვრება და არა იმიტომ რომ არის ინსპირაცია ვიღაცა კონკრეტული ადამიანებისთვის და შთაგონების წყარო ვიღაცა კონკრეტული ადამიანებისთვის. და აი შიშმა ადამიანებზე რომ ვლაპარაკობდით და იმაზე რა მხოლოდ პასუხისმგებლობა აქვს თვითონ როგორც წარმოაჩენ თემს, ისიც არის რომ როდესაც ხდება შიშმუობით აპელირება თითქოს манипуляცია რაღაცნაირად რომ აი მე ასე ვაკეთებ და ვარ შთაგონების წყარო ვიღაცებისთვის. გონია რომ ამ შემთხვევაში ხელს უწყობთ მაგ გაგმირებას და ფეტიშიზაციას, რომელზეც ვილაპარაკეთ. ეს არის ჩემთვის პოზიტიური დისკრიმინაცია უკვე, რომელიც პირადად ჩემი აზრი არის, რომ ნეგატიურ დისკრიმინაციაზე მეტად დამწვრთნელი არის და ანუ ხშირ შემთხვევაში მეჩვენია ნეგატიურ დისკრიმინაციას უფრო წამოწყდა ვიდრე პოზიტიურ დისკრიმინაციას. პირადად ჩემთვის ასე. მეგონი მეც ხო? კი, იმიტომ რომ როდესაც ხდება ნეგატიური დისკრიმინაციის შემთხვევაში თითქოს იცი რა უნდა უპასუხო რა, იმიტომ რომ პირდაპირ კონფრონტაციაზე მოდიან, პირდაპირ ხედავ რომ ეს რაღაც მარცვალი არის აგრესიისაც, რაღაცა შიშისაც, ბლა ბლა ბლა, ასე შემდეგ, მაგრამ როცა შეეხება ეს პოზიტიური დისკრიმინაციას, თითქოს კეთილგანწყობილი ადამიანი შენ მიმართ და ამიტომ ძალიან უხეშადაც ვერ პასუხობ ამაზე. და საზოგადოებაში შემიმჩნევია რომ გადამეტებული მზრუნველობაც კი აქვთ, როდესაც ხედავენ და გადამეტებულადაც კი უნდათ რომ გასიამოვნონ ან მოგეხმარონ რამით, იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც აი ზებრას რასაც ვეძახით გადასასვლელზე გაარვარ და მოსულა ვიღაც ადამიანი და გადაუყვანივარ არა და რეალურად წითელი იყო ჩემთვის და არ გადავდიოდი შეგნებულად.
ყოფილა შემთხვევა, როდესაც ქურთუკი მქონდა გახსნილი, იმიტომ რომ ცხელოდა და ქალბატონი მოვიდა და შემიკრა ანუ თუ შემცირდება შევიკრა. გადასვლა მინდა გადავა თუ არა და გთხოვდა ხმარებას. ძალიან მარტივია ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ ვაწყდები ხოლმე დღემდე მსგავს შემთხვევებს. მე მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ გადავდიოდით ქუჩაზე, მე და ჩემი მეგობარი. და ვიღაცა ქალმა მოგვეძახა ძალიან ხმამაღლა, რომ ჩემს მეგობარს მიაძახა უბრალოდ, რომ ხელი ჩაკიდეო ჩემზე. ხო და ამით მე დავფიქრდი იმაზე, რომ არა მარტო გაგმირება და ფეტიშიზაცია, არამედ ისევ საქმე გვაქვს ხოლმე იმასთან, რომ ბავშვობა დავგვიყვანენ ძალიან ხშირად რა. რაც უნდა დასრული იყოს ადამიანი, რაღაც რეალიზებული თავის პროფესიაში და ასე შემდეგ, თითქოს ძალიან ნორმალურია, რომ ბავშვად აღიქვან რა. კი, ძალიან ხშირად მსმენია და შევხვედრი ვარ მსგავს დამოკიდებულებას, რომ შშმ პირები აღიქმებიან უბრალოდ ექცევიან ისე, როგორც ბავშვებს. და გამოხატავენ ისეთივე მზრუნველობას, როგორც პატარა ბავშვების სადმი. კი ბატონო. თითქოს რაღაც ლეგიტიმაცია აქვთ, გონიათ რომ აქვთ, რომ ეს რაღაც უფრო მეტი მზრუნველობა გამოხატონ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ესე მოწყვლადი ჯგუფი თურმე და გჭირდება ჩვენ ეს მზრუნველობა. კარგი, დასასრულს უახლოვდება ნორმალურად ჩვენი ლაივი და მაინტერესებს შენ თვითონ თუ გაქვს რაიმე კითხვა შშმ ადამიანთან, რომელსაც გინდა რომ უპასუხონ და თუ გაინტერესებს რამე ხმების გამოცდილებიდან. კითხვა, რაც შეეხება კითხვას, მე მგონი არ მაქვს, თუმცა მინდა თხოვნის სახით, ვინც ეხლა არიან ჩაკეტილები და თავს არიდებენ საზოგადოებაში გამოსვლას, მინდა რომ ეს ადამიანები გააქტიურდნენ და გამოვიდნენ და საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, რომ კი, ძალიან ძნელია და ფიზიკურ თუ სხვა ნაირ ბარიერებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, მაგრამ დამიჯერეთ, რომ გადალახვადი არის ყველაფერი და ჩვენ თუ არ გავააქტიურდით და ჩვენ თუ არ ვიბრძოლეთ ჩვენი უფლებებისთვის და ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, სხვა ამ ყველაფერს ვერ შეგვიქმნის. ისევ ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენი ხვალინდელი დღე და ჩვენი მომავალი. იმედია რომ გაითვალისწინებენ, იმიტომ რომ მეც ძალიან გულშემატკივრობ ამ ადამიანებს და შენც როგორც თქვი და აღნიშნე, რომ შენი გამოცდილებიდან ვიცი ეს როგორ რთულია. მე მგონი ყველა შშმ-ს შეუძლია ამის თქმა, იმიტომ რომ ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან ხშირად ვიზიარებთ ამ საერთო პრობლემებს, ხო? ძალიან ბევრი არის, რაც გვაერთიანებს და რაც ერთი და იგივე პრობლემები გვაქვს. მით უმეტეს თუ ემთხვევა ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობა. ძალიან დიდი მადლობა, იკო და დავამატებ უბრალოდ თუ შევძელი მე პირობითად შეძლებს სხვა, თუ შეძლოს სხვამ შევძლებ მეც. ეს გარემო ყველასთვის ერთნაირად არის შეზღუდული. მესმის რომ ზოგს მეტი ფიზიკური შეზღუდვა აქვს, ზოგს ნაკლები, თუმცა სხვადასხვა დამხმარე საშუალებებით ხო ესეც მეტნაკლებად აღმოფხვრადი და მოგვარებადი არის. და აუცილებელი არის, სასიცოცხლო და აუცილებელია, რომ თვითონ შშმ თემი გააქტიურდეს და შშმ თემმა უფრო მეტი ბრძოლა დაიწყოს თავიანთი მომავლისთვის. კი ბატონო, გეთანხმებით აბსოლუტურად. დიდი მადლობა, იკო დღევანდელი ლაივისთვის. მადლობა თქვენ. იმედია ვისიაუნეთ თქვენს საუბრით. ძალიან. დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელსაც და ნახვამდის. ნახვამდის, მადლობა.